ხუთშაბათიც დადგა, გესალმებით მთელი გულით, დღევანდელ მონოლოგს ვიწყებთ ქალაქის დღესასწაული. აქ იქნება კონცერტები, სიმღერები, ხალხმრავლობა 20-21 სექტემბერს ჩატარდება თბილისობა. სიმღერები ქალაქური, მოედება წამლად გულზე. უცხოელი ტურისტები მოგვაგნებენ მწვადის სუნზე. ნახ თბილისელს გადასცემენ გასაღებს, სიგელს და ჯილდოს. პატიკოც კი მიიღება და თელაველი რო არის. თბილისობის გასაღები მინდა მეც მეჭიროს ხელში. შენ რაცა გაქვს, მასაც კარგავ ჩემოძო სიფრალეს. ბევრი რამე იგეგმება, გასართობად ვინ არ მოვა. ყველა კუთხის ბიჭებს შორის მოეწყობა ჭიდაობა. პარტიებიც ვაჭიდაოთ, მივადევნოთ ყველამ თვალი, ნეტავი ოპოზიციას საერთოდ ყავს ფალავანი იცი. ვინც ამას ვერ დაესწრება, მეწოდება ბრალი მისი. მოკლედ რომ თქვათ, შაბათ-კვირას ვისხდებით მთელი თბილისი. ხორცი ღვინო კახეთიდან, ღომის სულგუნი აბაშა. ახლა ცოტა რომ დავფიქრდი, აქ თბილისში რა დარჩა. მეტეხის ხიდთან უეცრად თეთრი ღრუბელი შევნიშნე, ბევრი ხალხია მოსული, იქ ტრიარებენ მთელი დღე, დამწვისუნი მცემს, ვიფიქრე, ბუნებამ ჩვენც არ დაგვინდო, მაშინ მივხვდი რაც ხდებოდა, კაცმა რომ მწვადი გაიგდო. თბილისობა რომ ჩაივლის, ჩატარდება არჩევნები. ბატონო, გაიმარჯვებს ღირსეული, მოიწყეს დანარჩენები. რაც არ უნდა შეეცადრონ, რომ მიიღონ ბევრი ხმები, მერი მაინც ეს დარჩება ვინაჯობებს, მეკითხე. არჩევნებზე ვისაუბრებთ. ამბავი გვაქვს თქვენთვის კარგი, შემდეგ თემაზე გადავალ და ესაა ზოოპარკი. სპილო მაკლენმა და მგელმა ჩაალაგეს თურმე ბარგი. თბილისის ზღვისკენ გადადის, მალე ჩვენი ზოოპარკი. აქ სიჩქარეში არ მოგვიხდეს მხედთან ომი, ყველაფერი კარგად ნახეთ, არ გაგექცეთ ზბურად ლომი. მაიმუნებს თემქა უნდათ, ადგილია საბურთაო. ბეჰემოტი ცხვირს იბზუებს, აი ჩემო საბურთაო. სირაქლემას ვაკე უნდა, ლამა ფიქრით ის ანშია, ზოოპარკში ვერ გაიგებ, ვისი ვაშლი, ვის ჯამშია. თბილისის ზღვაზე ვზივარდა, კურდღელი მოდის ბოცვრებით. რას მეუბნები? მე კი ბიჭებთან ერთად ვარ ძირზე ჩასული ბოცებით, ცხოველთა ჯარი ნავარდობს, წინ მოუძღვება გოძილა, ბოლო ჭიქას ვაბრალებდი რეკონსტრუქცია ყოფილი. ცხოველებს მიუხარიათ, თემქა გონიათ მათ ნიცა, შეხედე როგორ უხდება ენოც ბიკინის რაზნიცა. ცხელსიმიც მელაატარებს, შეზლონგზე ძინავს მაიმუნს, კუცივ სასმელებს გაყიდის, კი გააკეთებს კაიფებს, რა პრობლემა. დაჩქარებულად მოხდება ცხოვრების ჩქარტემს ვეწევით, ასე სწრაფად ნუ მიდიხარ, კუს უთქვამს ვერ დაგეწევით. ლომმა თქვა, ასე ჯობია, როდესაც ვფიქრობ მე სხვაზე, ბეჰემოტებმა კარგია, გავირუჯებით ჩვენ ზღვაზე. ზოოპარკს ზღვაზე რა უნდა? ვინც ამბობთ, რატო ახურებთ? ხუთშაბათობით ბატონო, თევზებსაც მოინახულეთ. ზოოპარკს დავასეივებ, ეს თემა მე არსად მიმაქვს და ხარივით მსმელებისთვის ერთი კარგი ამბავი მაქვს. აბა გისმენ? თუ ღვინოზე ნერვიულობთ, დაგიმშვიდოთ მინდა გული, 24,000-ზე მეტი ტონა არის დაწურული. ახეთში წელს მაჭალია. არეტევა დოქში, ჯამში, მოკლედ, წინასწარი ცნობით გავლოცდებით ამ ზაფხულში. აბა, ერთად დავირაზმეთ, მივეხმაროთ ამ ხალხს რთველში, ყველა წვეთი მოგვახმარობს ძეობა და ქორწილებში. ვინც ბოლომდე არ დალიოს, ახლა ვიტყვი ბოლო ხმაზე. ოიცა, არ დაიგინო, აქავართ ბიჭო, ჩაწელო. ცოტა სეტყვა გვაზარალა. კი ბატონო. მოსპო 1-2 ძირი არა უშავს, ესე იგი ბუნებასაც მიაქვს წილი. კახელს ვენახები უყვარს, შრომისგან ვერ შეწუხდება, მიხო ისე წურავს ყურძენს, ჩერენტანო შეშურდება. საუბარია ტონაზე.
განა გრამზე ან კილოზე. იო, ჩაასხი ნაჟურიო, ამბობენ კახურ კილოზე. ახლა უცებ დავფიქრდი და ერთი კითხვა მეც მადარდებს. ნეტავი როგორ ვიშოვნით ამდენი ღვინის სამწვანეს? დაფასდება შრომა გლეხის, დაფასდება შრომა მუშის და ჩვენ სუბრას დაამშვენებს თათარას და ფელემუში. ერთი სიტყვით დღეს ვქეიფობთ, პურმარილზე მოვდგეთ, მივდგეთ, სანამ ღვიძლი გაგვიდით და ალბანეთზე გადავიდეთ. ალბანეთში კი ბოლო დროს თურმე პროგრესმა იელვა. რობოტი გაამინისტრეს. სახელი ქვია დიელა. ინტელექტით მდიდარია, თან პროგრამებიც აქვს უხვი, ხელის შევლებაც არ უნდა თავის დროზე ზეცთუს. სხვა ქვეყნები და ბოღმილან არ უხსნიდა დანაპირებს, საქართველოშიც ვიყიდით ცოტა ნახმას ჩანაძილებს. მოკლედ მინისტრად კი დასვეს ხელოვნური ინტელექტი, მაგრამ დედა ეტირება თუ გათიშეს ინტერნეტი. ერთი თუკი აურიეს, მერე რა დაიჭერს, ახლა ვფიქრობ რობოტებმა თავზე ხომ არ გადაიჭერს. ერითმებოდა უბრალოდ და მოდი. რობოტები კარგად იყვნენ დაერხევათ თუ გაწვიმდა, მოდით ვნახოთ ვინ დაშორდა, ან კიდევ ვინ დაქორწინდა. 9,000 დაქორწინდა, 6,000 დაშორდა. ესე იგი გამოდის რომ ხალხი გრძნობით თამაშობდა. საგან გაშო ციფრებია, პროცენტულად რამდენია? ჩვენ არავინ გვიჯერებს და რადგინდა ბუღალტერია. მამა სამსახურში არის, სახლში უვლის დედა შვილებს, ზოგი ერთმანეთს ვერ უგებს, ზოგი კიდე დედამ. 3,000-ით მეტია ვინც ჯურის არ ითხოვს აყრასა, ერო იხარე, იმრავლე, შეყრავაჯობა გაყრასა. მეუღლებო იყავით ერთმანეთისა მორჩილი, ოჯახის ნგრევა შორს იყოს, არ მოშლილი იყოს ქორწილი. შეგენაცვალე, წყვილებზე ვინ ერვიულე, თავის იქნა ამას საკმა, თბილისის აეროპორტმა რობოტები დაასახა. თბილისის აეროპორტში 2 რობოტს დაასაქმებენ. თანამშრომლები კი არა, თვითმფრინავებიც აქებენ. აი რაღაც კარგიც ხდება, დავიმშვიდეთ ცოტა გული, ამ რობოტებს სულ ექნებათ 10 სიგარეტის ფული. ქართულ რობოტს მტერი ენდოს, ნუ გადასცემთ მაინც საჭეს, შეიძლება დალიოს და თვითმფრინავზე თვალი დაჭერს. ვერც გამცილებლად ივარგებს, ინჟინერმა გაგვიმარტა. რამე რო არ მოეწონოს, არ იგინოს დედაპლატა. თვითონ ძმაო ხარიათ, ვაფიქსირებ აგერ ჩემ აზრს, ქალ რობოტებში ხარჯავენ, გული მიგზნობს პირველ ხელფას. როდესაც ჩამოფრინდები, პასპორტ კონტროლს რომ მორჩები, ტაქსისტებად დაგვხდებიან კეპკიანი რობოტები. ამათ მართლა ვერ ვაჯობებთ. მოდი თავს ნუ გამოვიდებთ, ჩინელები ქმნიან თურმე საყვარელ ჰუმანოიდებს. ჩინელებმა თქვეს შევქმნით რობოტი ჰუმანოიდი. სახით ლივ ტაილერია, ტვინით ზიგმუნდი ფროიდი. აზროვნებს როგორც ლაოძი, სულ უმაღლესი რკინა, მაგრამ ძნელია რომენდო მაინც მადეინჩინა. თურმე პურზეც გეგზავნება და ძაღლივით მოაქვს შუსტი, მხოლოდ ერთი მინუსი აქვს. ჯოკერშია ძალიან სუცი. ეძახე შენ ჩინური და ჰუმანოიდი რობოტი, შვენიერ ტყევალს აკეთებს, კარგი გამოდის კომპოტი. თავარია დატენო და გააკეთებს თავის საქმეს, ზამთარში ჩექმას არ მოგთხოვს, მოგიმზადებს დილით საჭმელს. სოლები ნუ ეჭვიანობთ ქმრებს უყურეთ ისევ მდობით, აქჯერ არ ჩამოიტანენ ჩინეთშია ჯერჯერობით. არ დაისვენებს სანამდე საქმეს ბოლომდე მორჩება, კიდევ ერთი პლუსი აქვს, სიდედრი რო არ მოყვება. ეს ხალხი კი საკუთარ თავს მართლა დიდ პატივს რომ სცემენ, იაპონელები უკვე რობოტებზე დიდხანს ძლებენ. 100 წელზე მეტის მოხუცი იაპონიას ყოლია და მათი რიცხვი ამბობენ, ბევრი 1000-ის ყოლია. ერთ წრეზე უკვე იცხოვრეს, ახლა მეორე დომია. 100 წელი იცოცხლეო, იქით დაწყევლა გონია. აწის სიცხე თუ აგიწევს, აღარ დავლებ ძმაო წამალს,
მალე რომ გამოჯანმრთელდეთ იაპონიაში წავალთ. პენსიას ყველა იღებს, კაცი არის თუ ქალია, სახელმწიფო ნერვიულობს შვილიშვილებს უხარიათ. ფაქტია, კარგი გენია ხელი მოუკიდოთ ქეჩოში და შევქმნათ მცირე ტოკიო, ხონში და საგარეჯოში. ამ ზებნაში მივაგენით ნიუსების ახალ ბუდეს. ხორვატიაში აცხობენ 3 კილომეტრიან შტრუდელს. ეს შტრუდელი რომ შეჭამო, აღარ გინდა ძმაო მეტი, მაგრამ პირი უნდა გქონდეს სადღაც 4 კილომეტრი. 3 კილომეტრის სიგრძისო, ან ნაკლები, ან მეტია, იმას ვფიქრობ, ეს ნავცხვარი რაღუმელში დაეტია. შტრუდელი ვისაც მოუნდა ხორვატიაში მიდიან, ადრე ნაჭრევით ყიდიდნენ, ახლა მეტრობით ყიდიან. საჭმელი და სასმელი აქვთ. ეშინიათ რამის განა? 3 კილომეტრ ნამცხვარს რო ჭამა, რა მოწიეთ ამისთან? ხოდა აზრი გვაქვს ასეთი მეგა იდეის ნაკრები, ხორვატებმა თუ ეს შეძლეს, ρίთა ვართ მათზე ნაკრები. ჩვენ წვადი შევწვათ იმ სიგრძის მთელმა მსოფლიომ გაიგოს, თავი რომ კონდეს ბათუმში, ბოლო თელავში დაიდოს. ტერიკი გასკდეს ბოღმაზე, მათ გულმა შურით იღელვოს, ქართველები კი ჩაუსხდეთ, ვიმწვადაოთ და ვიმღერეთ. რაც გავლექსეთ მოგიყევით, აქ მოვრჩებით დიდი რამებს, თბილისობა რომ ჩაივლის, წვრილად გეტყვით ახალ ამბებს. კი ბატონო, ჩემო კარგებო, და თბილისობას ვინ უმღერებს, თუ არა ჩვენი გიორგი. და ჩვენ შოუსაც მუსიკალურად აფორმებს ქსოვრენები და გიორგი შოშიტაშვილი. ბიჭებო, ხო ნორმალურად გამოვიყურებით. ტანი მოცეკვავის. სხვათა შორის ერთი ძალიან მაგარი ისტორია, ჩვენი ბაბუები თურმე ერთ ანსამბლში ცეკვავდნენ თავის დროს. კი, სხვათა შორის მართალია. კი. და სხვათა შორის კარგადაც ცეკვავდნენ. კი და რაღაცა პატარა ძველი დროინდელი ვიდეოკასეტა აღმოვაჩინეთ სულ შემთხვევით და გვინდა წარმოგიდგინოთ ახლა ჩემო ძვირფასებო ჩვენი ბაბუები. ავნე გურიაშვილი კაი გადარჩენილი ვარ. და დიდი ნიკოლოზ არაბიძე. და დიდი ნიკოლოზ არაბიძე. ნახოთ. აიო, ვიდეო ნიკოლოზ არაბიძე. დადევით, როზე, დადევით. ასეთი მოუხერხებენი იყავს. მოგეთე, ისეთ გასმებს ვაკეთებდი, ჩემო ნიკოლოზ, დამემოწმები, შენ კოჭებამდე ჩავდიოდი მიწაში, აბა. აბსურს ვიო, რამდენი ხალი უოსნებობდა. ამათი აზიაც კი მიგვანახა, ჩვენ სასულთანო. აღზრდს ვაგამოვიდა. რომელი ხარ, ვიო, შენ, ჰა? მე მეკითხე, ვიო, რომელი ვარ, ვერ ვიცანი, ვიო. ხო, ვერ ვიცანი, რომელი ხარ? რომელი ვარ და ახლა გამახსენა, რომელი ვარ? რომელი ვარ? ვიო, რა გითხრა ისი? კამფეტი ვარ. ფიტნეს. ეს სიკვდილებია, ვიო, ფიტნეს კამფეტი. რაზად? როგორ ივეში როგი? კამფეტი ეძახე შენ და ამაზე მოდის თირა. თირა გაია, თირა. თირა გაია, გახსოვს ერთმა ტურისტმა. ქალმა რა ვითხრა? რაიო? კაცი კი არაო. ტანკი ხარ. სარგინახია ურულო ტანკი. პეტერი დარჩიაფლამანტო. რომელი ხარ, ვერ გიხსენება რა, კაი ხუმარა კაცი ჩაყარი. გაუწევ, ეგე. ქანებში რო შევარდია, უოცხალში და გოდოუარე ყველა, სა? აი ჯერი ახლა ვიო უოცხალს რა ვერ გოდოუარი ახლა ნუ აწყას ტრაბახო. ვიო,
არც მე არ მინდოდა, მაგრამ ადეჭირა ვილისის თორმუსმა და შევარჩიგნი და აბა და მიიღეს მაგაკვეზე. ცხოვრება მოგუაჩება, გადაიღადა კამეჩის ფული და გამომიჭერდა. აბა, აი ვეგამავი. ახლა აღარ ვარგივარ თუ არა. ადრეს ერთი ზომი დიჩავნებს ვიდულობ. აბა, ასე ვეგამავი. რა გიდულობ, ერთი ზომი დიჩავნებს. Yo, კაცოდე ვინახავდი, მაინც მიმოკლდებოდა და რა თქინოდა აღრა იცვირი იყო. შეცხლია. ადრე უფრო მიჭირდა საჯარული სეკვალა. ახლა აი ვაღრა უბრალოდ ადრე უფრო აღარ გადაიყავი პირიქი თუ რა ვარ შეისაკვეა. კი ვარა ადრე ბევრი რეპეტიცია მჭირდებოდა და ახლა მაინც მოგოგული დავდივარ. აი შენ ერთი მამხედი აქეთ ის თუ გახსოვს შენ სტალინი როდესრო ჩვენ კონცერტს რა თქვა მაგა? რა არ მახსოვს დიდი მერადი მაგრამ რა თქვა მაგი არ მახსოვს მაგინე რა თქვა და რასტელია ცეფა რასის და სამი წელი ტაშზე რომ ცეკვავდით ვედაში მარდა ტაშზე ვიდო რომ მედოლე ვეგარ მონეთ ზეგვის მასალებელი დახვრიტა სულა ჩვენ რა ფრაგადავჩი ჩემორი მონოდა ჩვენ არასრულწლოვანები ვიყავით და ბლიზღეს გავარდი ვერ დაგვინახეს რა ვინა ახლა თუ იცი რომ გითხრა მოღად ანანათ ნიკოროს რა იყო ძრება რამდენი ხანი ყოლია შენ სუგაკ დათმილი თუ გაგვაგია შემუსუსო შენ რამდენი თქვი ვინი ვინი თქვი რამდენი ამზუში არ მახსოვს ახლა ზუსტად თქვენი მორგოვინეს 180 კაპკაპრინი ხო არ გიდა შენ ხომდომი აბა 180 წევას გეუნები რა გინდა თქვენ აქ გამაგებინეთ რა გინდათ აქ რა ჩეკვავთ მამა რა უყოთ მამა შეკვავ გამოხდა რევენცია ნუ შემჭამეთ კაცო რა გადროის თქვენი ცეკვარი გამაგებინეთ ამას იცეკვებთ ახლა თქვენ ასე გამიკეთებთ თქვენ წადით კაცო სახში წადით ბაბუო ჩემი არისტოს კასელები არიან ბატონო და გონიათ ცეკვაზე ტუტებიან წადით აღარ დაიღალეთ კაცო რა გიცხრა ჩემ ბიჭიკო ამას რო შეპინდი 80 წელსაში გაგავიდა 15 წელიწადი სტრიპტიზ ბარში წაგიყვანო და ითანთანა გოგოებს განახეთო მაგია გვისურვე კაცო რა გადროის თქვენი სტრიპტიზ ბარი არის გამაგებინეთ ერთი წადით კაცო კიდე გაქვთ მაგის თავი გარავავლი ბაბუა ახლა რა გიცხრა ჩემ პრესული რო ხარ ვაღარ ზიდანი თამაშობს ფეხბურთის მარა ხუპურებს წადით ხალხო დამანებეთ თავი ბავშვებთან მაგ რეპეტიცია შესატარებელი ბავშვებთან ბატონო მიდივარ ასეცება მე შევიო რო დავკლახლა ის აქვია მამხედი აქეთ სადა მე იმას არ ვიცეკვებ აქედან ფეხის გავდგმელი არ ვარ და სადა არ ვიმღერე ემიო მიჯებო მიდიეთ იგი ჩვენ რო გვიყვარს ერთი გაგვახსენები ეყმაწული კაცოა გეუნებ მე მიდი არ წავალის რომელი ხარ შენ Damstia da chamagora ucicav შენგანდა Веча ისი საღარა მახსოვს რა უნდა ვდა მერენე დავადა ერთი ორჯერ კი გაგოზე ფულის ნატრას გევიკარვე მას ეს ლამას თვალის სამწამს გამესაბანად დავიფარებდა ერთი ორჯერ კი გაგოზე ფულის ნატრას გევიკარვე მას ეს ლამას თვალის სამწამს გამესაბანად დავიფარებდა Nani, nani, nani,
წადით, კაცო, სახში წადი, ახლა კი მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი გადაცემის დღევანდელი სტუმარი ძალიან საყვარელი ადამიანი, ჩვენი უფროსი მეგობარი, უნიჭიერესი, არაჩვეულებრივი მსახიობი, მოკლედ ყველასთვის საყვარელი მსახიობი პავლე პანიკო ნოზაძე! ძალიან მიხარია, გიჟდები რომ კიდევ ჩემი სტუმარი ხართ და მე მინდა პირველ რიგში არ გამოგვილიოს ეს სტუმარმა სტუმრობა მეტად. აუცილებლად პალიკო ბატონი განეკუთვნება იმ ადამიანების რიცხვს, რომელიც თვეში ერთხელ მინიმუმ სტუმრად უნდა იყოს. კი ბატონო. ესე იგი, ჩვენ ყველაფერი მიუხედავად იმისა, რომ ვიცით და ჩვენმა ტელემაყურებელმაც რომ თქვენი ვარსკვლავი უკვე არსებობს, მაინც გადავწყვიტეთ, რომ ესეთი კვარცხლბეკი მოგვეწყო თქვენთვის და ასე დავძანეთ. აუცილებლად და უნდა იყოს და ეს მოზარდ მაყურებელთა თეატრის წინ, ხო? გაიხსნა თქვენი და ბორჯომში თუ გაქვს ვარსკვლავი, თუ გაქვთ. ბორჯომში ვარსკვლავი კი არა, ლეგენდა ვარ. გიჟი ლეგენდა. ენაცვალ. არა, მე ვფიქრობდი ისე მოზარდი ხوار გონია თქო და მითო. ესე იგი, ძალიან მიყვარს თქვენი კუთხე. ძალიან ბევრი მეგობრები მყავს და რაც თავარია, თქვენ გაქვთ ძალიან ესეთი თბილად იხსენებთ ხოლმე თქვენს სიყმაწვილეს ბორჯომში გატარებულს. ხო ასია. ეხლა ნახეთ რა ხდება. თქვენი პირველი სტუმრობის დროს თქვენ მოყევით არაჩვეულებრივი ისტორია ბიჭებსაც, ნიკოლოზსაც და მაყურებელსაც ახდოს მიცვალებულს რომ ფული ესეს. საოცარი ამბავი, საოცარი. ესე იგი, დაიგრა სოციალური სივრცე რა. აი, ყველგან მაგას აგდები და მე ვიცი რომ თქვენ არ გიყვართ ეხლა ამისის და აი ესეთი ძალიან მაგარი ისტორია იყო და იმის შემდეგ მინდოდა რომ იქნება თხოვოთ რომ იქნება ცოცხალზეც მოგვიყვეს. რა ხდება თქვენ ცხოვრებაში? ახალი, კარგი. ახალი ყველაფერი კარგი ხდება. მუშაობთ თეატრი, მუშაობთ პრემიერა გვექნება ახლა 19-ში 20-ში ახალი სპექტაკლის და მოპატიჟებით ყველას. სიამოვნებით. ეხლა ახალი სულ ახლახანს ძალიან ისეთი შეიძლება ითქვას რომ ესეთი როლი გააკეთეთ, ხო? ეს დიმა სპექტაკლში ძალიან მაგარი, მნიშვნელოვანი და სტუმრობაზე რომ დავრეკე ბატონო პარიკო, თქვენმა მეუღლემა იყო და დილარი 11 იყო თუ რაღაც ხდებოდა, კი ვიცი მე თეატრში რეპეტიციები რომელზე იწყებოდა. სადა ბრძანდება მეთქი, ურეკავ და არა რეპეტიციაზეა, კარგი საღამოს და არა საღამოსაც რეპეტიცია იქნება. ცოტა მოგვიანებითაც რეპეტიცია და მე თვითონ ვეთქვიო და ამდენს როგორ ახერხებთ ესე იგი. რა ვქნა, 5 სპექტაკლი მაქვს ახლა ძალიან რთული და ასევე მოზარდ მაყურებელთა თეატრში და მრევლიშვილის სახელობის თეატრის ჩემი ნაწილია თეატრისა და ვარ ახლა კარგი პრემიერა გამოვიდა. ძალიან და ლამბალო და ყაშა ჯავახიშვილის. დიახ, გადასარევი. მამას თამაშობდა ძალიან საინტერესო სახე მაყურებელმა განსაჯოს ახლა 19-ში და 20-ში. აი ისეთი გასაკუთრებული სცენა, შვილის დატირების სცენა და საინტერესო იქ. გადიხარ სადღაც იქით, სადაც თუ იქ არ ხარ და ის კოდი არ მიდის ვერ
რა თქმა უნდა. არც უნდა მოკიდო ხელი ასეთ რამეს. ესე იგი, ჩემ ტელემაყურებელს ძვირფას არა ნორმალურად რომ გვიყვარს, მინდა უთხრა რომ დღეს კი ამდენი რეპეტიცია, ამბები, მაგრამ ყველაფერი ასე არ დაწყებულა. კაი ხულიგანი მზადდებოდით ბავშვობაში. ხულიგანი კი არა. საწყალი ზაქრო დაიღუპაო კაცმა, მათ ჩემზე ამბობდნენ. ფიში გამოვიდა შვილი. არა, ლეგენდებია მეთქე, ხოგეურე. ყველა ჩემი ისა რა ქვია, პატარა მონაგონი არის ნოველა. კი ბატონო. ხო, ძალიან ენერგიული, ახლაც ენერგიული ხარ, დაგერ 5 სპექტაკლიო. წეგარ მინდოდა მე თქვა ზარმაცობ თქო, მაგრამ და ბავშვობაში ალბათ განსაკუთრებით აი პაწულ კაცობაში კი, კაცი. რაღაც პატარ-პატარა საიდუმლოებებიც არსებობს. არსებობს ის ამბავი, რომ სადღაც ასე 16 წლისა რო გაყვი დამიჭირეს. აი დამიჭირეს. ეგორა მამაჩემს გამომიშებდნენ ერთ სამ დღეში, ჩამკეტეს იქ ბურჯომში და ვალის მატარებელი დადიოდა მაშინ შემაგდეს მატარებელში და ჩავამიყვანეს გუბერსკში. აი საწყალი ზაქარი ხო ვამბობდითო კაცი. ხო ვამბობდით რა. არც ჩხუბზე. ჩხუბზე ხო? აი ბიჭი ვიყარა, აი ჯიგიტი ვიყარა. არა ბოროტი არ ვიყარი და ყოველთვის ვიცავდი ყველაფერს ისე რა ქვია. საბართლია. ერთი მასწავლებელი მყავდა ნინა ივანოვნა. მოხუცი იყო ძალიან, არავინ არ ყავდა, არჩევდა. მე რო ვხედო ინტერნაციონალის ქუჩაზე ცხოვრობდი. იქით აღმართეუნა სულიყა და ის დაბლა ცხოვრობდა. არავინ არ ყავდა, არჩევდა. ისე ჩუბად დაუჩეხავდი შეშაწყო. ისე ჩუბად დაუდებდი. ისე იმას გავდა უკვირდა ვინ აკეთებსო ალგიდეუსა და მე ვაკეთე. სიძინეცანი, ბრავო, ოკეი. ეხა იცი არ კაი 9 თვიანის როკი კი გაქვს მოხდირით. მე 3 წელი პირობით. სულ დამდევდნენ იქნები ჩხუბოსო გაც. 3 წელი პირობით. შევაბრუნოთ კიდეში. მაგრამ თეატრმა შემაბრუნა თავის. თეატრმა თავის იქნა. ღირსების ორდენი გაქვთ მიღებული. კი. მე ვფიქრობ მეტის ღირსი ბრძანდებით. მარჯანიშვილის პრემია. ეს კი კაცო, მაგრამ ისა მე აღარ დარჩა არაფერი რაც. გუმბაძე, რა ვიცი კაცო. ეხა იმას აღარ ჩამოთვლი წლის საუკეთესო მე აი ეგ. ხო, ეს ისეთია. ესე იგი თეატრში თენი მოღვაწეობა რამდენს ითვლის? ესე იგი სიბათე რო გითხრათ, მე მყავდა ძალიან კარგი პედაგოგი ბორჯომში. გიორგი ხმალაძე, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. დიახ. და ხანდახან მინატრია ნეტა ასეთი კაცი კიდე გამოჩნდებოდეს სადმე რო გაზარდოს. და როგორ შემიყვანა, როგორ მომარგო, როგორ ამიხსნა, როგორ ზუსტ ამოცანას მაძლევდა. კი ბატონო. რამდენად პოპულარული იყო მსახიობობა თქვენ პერიოდში გოგონებში? როგორ გოგონებში? ხო. ო! რა არის ის შეყარებული კი ვიყავი, მაგრამ მაინც უცნაური ეგეც არის გაც. მე კლასში რო ვიყავი, ავტყნით ორი მამიყვანეთ. შეყარებულთან დედამისეული არა მართლა გეუბნები. მაგრამ მაინც მოვიყვანეთ 16 წლისა, ის იყო 19 წლისა მე ვიყავი. ახლა მოვიყვანე და ახლა დღემდე 47 წელიწადი ერთად დავარ ვერაცვალე და შვილები, შვილთა შვილები. დიდი მოკითხვა. ენაცვალე. მე თქვა დღეგრძელი გამყოფოთ. ესეთი ვიყარა. აი მიცვალებული რო ვახსენით ხო რა. ესე იგი კარგად გამოგდით ეთყობა მიცვალებულებს ისტორიები და სხვების კარგად გამოგდით. ახლა ალბათ მისმეს ჩემი შვილების ნათლია, მალხაზი ბახანიძე. ჩემი ტრუსიკის მეგობარია და შევყეთ ბოლომდე და ჩემი ნათლმირონია დღემდე. მაგას არ კარგავ მე ჩემ იმას ძმობას, ჩემ კაცობას და ჩემ ადამიანებს. ენაცვალეთ, აბა. ეს შემოგივა. პატარები ვარ და მე-5 მე-6 კლასში ვარ, კაცო და ჰობი მქონდა ველოსიპედის. ვაწყობდი ველოსიპედებს, მე თვითონ სპიცებს დაუჭერდი, გადაუჭერდი, იმას გავასწორებდი ყველაფერს. ტორმუსი ვერაფრით ვერ ვაკეთებდი ამ ტორმუსს, ყოველთვის მეშლებოდა პაჭენი. იდე რა ხნა ახლა გამართული ტორმუსი. ძლიერი ფეხი კი მქონდა ამისათვის, გაც. დავამუშავე, რომ წინა თვალში დაუჭერდი ფეხზე ასე და
ვაჩერებდი რა. ერთხელაც თავდაღმართზე ცხოვრობდა, მომაქვს ველოსიპედი. იმით ჩამომეტანა ხოლმე ველოსიპედზე ვერ დაჭდები და ხო გითხარი ინტერნაციონალის ქუჩაზე ცხოვრობდი და ჩამოვიდა ინტერნაციონალის ქუჩა. ჯერა ვაკია და მე იწყება ეს თავდაღმართი. აჰა. ეს თავდაღმართი რო თავდება, იქიდან მოდის აქა სატყეო ტექნიკუმი იყო. იქიდან ზედან მოდის გოგიაციხის ქუჩა. გოგიაციხე ხო იცი ეროდა. ხო და ასე. ეს თავდაღმართია კაცო. ესე ერთმანეთს რო უსწორდებიან, ამ გოგიაციხის იქით ქუჩაში არ კარი და არის პოლიცია, მაშინ მილიციას ვეძახი. თქვენი ძალიან კარგად დაცნობი. ანა პოლიციელებს გაკეთებული ჰქონდათ გაზონი, ყვავილები. მე ცოტა ამისაკეთ იყო მუზეუმი, მიხაილის აშენებული. ამისა კარგი ახლა დგას, მაგრამ რამე ანტიკვარი. ხო და დიდი ის მოაჯირები ჰქონდა ესე რო არის რა, მასე კიდე განიერები შესასვლელი ასასვლელი. ახლა იქიდან რო წამოვიდა ვაკეთე ახლა დავჯექი მე და მე ხო წევდა ხოლმე მე დამშიო მაკატავი არ იცოდა ტარება ველოსიპედის ეგ. მე უთხარი მომაწექი ახლა მე შემოჯექი მე პატარა საჯდომი მქონდა იქ. ყველაფერი მქონდა ისიც ფანარიც მქონდა იმას ველოსიპედში. ტორმუზი არ გამოდიოდა. ტორმუზი არ გამოდიოდა. ეს ტორმუზი მსხვიდავს წელში. წამოვედი ახლა რა ხდება? ხმა მესმის რომ დასაფლავებაა კაცი. აჰა. ორკესტრისა სერტ ბორჯომს ყავდა ჩამოსხმელ ქარხანას და სტეკორნი ქარხანას. ცალ-ცალკე ყავდათ დუხავოი ორკესტრი. ის წარჩინებული ის იქნებოდა რა ქვია, მოვაკვდავი რა. იმათთან მიდიოდნენ ხოლმე ისინი. წარჩინებული. ხო და წარჩინე. ახლა წარმოიდგინე ესე ჩამოსხმელი ქარხანა ქვედა ბორჯომში არის იქით. მაშინ არ იყო ყივისისა და იმის ქარხანა და მარტო იქ იყო და ახლა წარმოიდგინე იქ ვინმე რო გარდაიცვლებოდა მერთვა ჯვარი წერია ყველა იქიდან წარმოიდგინე იქიდან დუხავი ორკესტრის ხმა 3 კილომეტრი უნდა გამოევლო თელ ბორჯომს ესმოდა კაცო მე წინა კაცო აუცილებლად უნდა ყოფილიყო დროშა ლენინისა მე დროშა ყავდა სპეციალურად მე ყავდა მევენოკეები მე ვენოკი ის კი არ იყო ახლა ყვავილებს თუ არ ჭობენ იმებში რა ქვია და გვირგვინებს აკეთებენ და რაღაცა სპეციალური ის იყო ორ ნომერ მაღაზიასთან იყო ვენოკების ბიურო იყო სპეციალურად სადაც ჯოხებზე რაღაც სანთლით აკეთებდნენ ამას ხელოვნურ ვერ გაარჩევდი იმისგან რა ქვია უნებრივ ყვავილებს და არ ჭობდნენ შიგა და დაახლოებით ახლა თუ დიდი მტარი იყო დაახლოებით ეს 22 ვენოკი მაინც გამოდიოდა რა ვენოკები პატარა კი არ იყო ასე იყო რგვალი და შუაში გამობერილი იყო ხაზე და 22 კაცი უნდა დამდგა 22 54 კაცი აქეთ იქიდან ორს მიკურდი ერთს კი არა ხო და ისმის ახლა ეს ხმა მე ხო არ ვიცი დროშა ვენოკები ხო და მე დამტირლები იყვნენ მე მოდიოდა სასახლე სასახლე წითელი კუბო იყო ხოლმე მას წინა კაცი წითელი ამის და არაფერი ხო და ახლა ეს ხმა მესმის მე ერთი ის გამორჩა დამტირებლებს ქირაობდნენ არა რა არის იცი იყო ზოგიერთი რომელიც ახლა დაქირაება ბორჯომში არ იცოდნენ დაქირაება მაგრამ ნაღდატიროდა გულით ნაღდათ ის ხო და გესმოდა ახლა ნაღდტირისა და იმას ხო მიხდები კაცო ვაი გადაიხვდები ახლა კაცო ხდები ხო ხო და ახლა მესმის ეს ხმა მაგრამ ახლა არ ვიცი საიდან მოდის იქიდან მოდის ყვევი და საიდან ხო ვერ გავიგა ვერ ხედავ ვერაფერი ავდექიდან მალხაზის უთხარი ხა მოაწექი მეთქი და შედა მე მეთქი ვატრიალებ ახლა შენ დაჯექი მეთქი ავდექიდან მომაწვეს ძალიან მომაწვეს და შემოაჯდა წინა და წამოდი თავდაღმართი აკრიფა მაგრამ რა აკრიფა ველოსიპედმა აპარა იქნებოდა კაცო რაღაც საჭიროებოდ მამაჩემ ამიტანა ბალიატკები კაცო სამანითიანი ბალიატკები იყო მაშინ თუ გახსოვს 3 თვე კი არა ერთ წელი ძლებდა ასე დიდი წვილი ქონდა ხოლმე წინა თქვენ არ გემახსოვრებათ ეგე და რაღა აქვს ახლა რომ მივდივარ დავინახე მოყავთ ეს იქიდან გოგიაციხის ქუჩიდან გამოვხვიეს უკვე წინა წუმპა მოდის მე აქედან გარბიხარ მე მივდივარ ახლა აქედან კაცო რაღა აქვს გაუყარე ეს გავყადა ბალიატკი და გაისრო რა აქვს ტიპენაფერს ხوار შეუყო კაცო რაღა აქვს მე თქვი ახლა და რომ მიუახლოვდეს გახანებული მე ვაჩერებ რა აქვს ხო უატყდა ყვირიდი ეს მიცვალებული გააქანეს გამოაქანეს ახლა სახელს არ მომხდ მე ვაი X-ი კარმენა თქვა ხო საწყალი გამოაქანეს აკეთ იქით და მე შევარდი პირდაპირ ამ
არკაში და პოლიციის წინა იმ გადმოვარდი დავეჩი. ყვავილებში. ეს ყვავილებში. ეს მალხაზი თუ რა ერქვა? მალხაზი გადმოვარდა იქ ხალხმა აყენეს მე ახლა მართლა ის ადრე აინტრა კაცოს ხელი ქონდა მე იმია თაბაშიში. ყვავილებში გდიხარ მე მივარ ახლა ყვავილებში რომ წამოვდი ახლა პოლიციაში რო ვარ დავინახე მე ფეხებზე მკიდი ახლა სულ ველოსიპედი არ წამო. დავტაცი ამ ველოსიპედს სახელი და რო გამოვიერ და კეჩოში დაწახელი იმანა რა ქვია იმ კაცს ვარა სახელს არ ვიტყვი და ხო ნუ თანამშრომლები მომიყვანა ახლა და მიმყვანა უფროსთან უფროსი ასე ზის როგორც შენ ზიხარ ახლა ის ხოლმე კაბინეტია კაცთან ის ფანჯარა კაცი შიგნით ეჩა ხო და უთხრა კაცო უფროსო დავიჭირე ზაქროს გიჟი ბიჭი აგერა უკურე დასა დასაფლავებას არ აწია და შობე წაღლიკა თელი გაზონები თელი ყვავილები დამინგრია რა ვქნა ავიყვანეთ გამოვიყვანეს იმას აქნეს მე საწყარი მოვიდა გამოვიდა და გული იმაზე წდება რომ გამოვიდა შობე წაღლი და ჯერ ერთი თვალი დადო იმაზე რა ქვია გაზონის იმას ახლა გარშემო ესეთი ბარდიურ იმაზე შეხდა ჩაჭეჭა მე მეორე იმაზე შეჭდა ჩაჭეჭა და რამე ჩამწდა გული ყველაფერი ახლა რა და რო გამოხვედი გარეთ სასახლე სად იყო ხალხი სად იყო გამოვედი გარეთ ახლა ხალხი და რას ხედავ საწყალი პერმანე შემოდებული ყავთ ამ მუზეუმის იმაზე რა ქვია გადავჭიდო კაცო რამბავი იყო ნუ ჯერ ვერ გაიგეს რა ხდებოდა და მე მოხდა ისე და საწყალი აღშენე და აი ასეთი იყო ეს ისტორია მაგრამ ბოლოს მაინც დამიჭირეს მაგათი ოქრო ხარ ესე იგი ამინდოდა ისი ამდენი როლები ამდენი ამბავი რა ვიცი რამდენი თავგადასავალი თეატრთან დაკავშირებით იქ ეხა მაიმუნობები ხდება ხოლმე ბიჭები რაღაცეებს მაიმუნობდა რამე ისეთი ხوار გახსენდება თეატრთან დაკავშირებით სპექტაკლის დროს ან ისი ანას იმიცვალებულსო თავი დავანებოთ ფული რო ესეს ცოცხლებზე ახლა თქვენი გადაცემა მე ძალიან კარგად ვიცი უმერისტული გადაცემაა ესე და ძალიან მიხარია რომ რაღაც სიხალისე შემოდის ხალხში რაღაც საღამოს დასვენებული უყურებს აგერ ქსორველები არიან ამათ ენაცვალოს ჩემი თავი რაღაცა და რა ხდება იცი თეატრმა ჩემი ცხოვრება შეაბრუნა გამიგე ძალიან ცერკ ალბათ სხვა გზას წავყებოდი ალბათ სასიკეთო ხო რა აი ციხიდან ამოდი რაღაც ისე შემიყვარა ხალხმა იმ ჩხუბის მერე და რომ მართალი ვიყავი და ის ვიყავი არ დააჭერინეს ჩემი თავი 5 წლიანზე მიშვებდნენ კაცო და მე 3 წელი პირობითი გამოვიდა რაც ჩხუბი იყო უბრალოდ მაგრამ ეგეთი რაღაცა იყო კაცო რა ვიცი მე ხოდე და ახლა რა მინდა იცი გითხრათ თეატრი ჩემთვის ყველაფერი არის და აი თეატრმა გააკეთა რა და აი ასეთ როდესაც მე როლი პატარა როლები მივიღე როლი აი ასეთი ბორჯომელი გმირის მე მაინც ბორჯომთან ტრიალებ იმიტომ იმათაც გაეხარდებათ იმასაც გავიხსენებთ იმ ახალგაზრდა 16 წლის ბიჭს რომელიც ფრონტზე მოხალისე წავიდა აი დაიწერა პიესა ჩაუქრობელი ვარსკვლავი ამ ბიჭზე თამას ფერაძემ დაწერა კომპოზიტორი მიხეილ ჩირინაშვილი იყო ხო და რა ხდება იცი ამ ბიჭის როლს თამაშობ ძალიან საპასუხისმგებლო იქნება და რა მოხდა პირველად ეს როლი არ მომწეს იმიტომ ცოტა ის ვიყავი გამომწევდა მიცეს სხვას მაგრამ დედამისმა რო ნახა ეს ბიჭი არა არ არის ეს და მოვიდა და მე ჩამიხუტა გულში ეს არისო ეს ბიჭო იმის სულს ვერაცოლე კალბატონა იყატორი ბატონო პალიკო ფილისობა და თქვენ ბორჯომს კი ახსენებთ მაგრამ ჩვენ საუბრებში გქონდა რამდენად დიდ პატივცემთ ამ ქალაქს თქვენ და იქნება რამე აი ბიჭები აქ არიან და რაღაცა წაგვეკითხა დაუშვათ ახლა რა არის მე გავიხსენებ ახლა თბილისია ჩვენია ქალაქია ბატონო აი დედაქალაქი ლეონიძესაა კარგი კაცო მე ტიფლისი მიყვარს მისი ყველა კუთხე კუნჭული მისი აქლემის ყელისავით პატარა ვიწრო ქუჩები და ბილიკები მე მიყვარს ვერცხლის ბუდესავით ერთმანეთზე მიბული სახლები
მე მიყვარს ტიფლისი ეს პოეზიის ძველი აკვანი მე მიყვარს ტიფლისი დარდიმანდი დიდი ბოჰემა გენაცვალე გამარჯობა ჩემო თბილისის ქალაქ ნაწამები შენი შვილი მოვედი წმინდა მიწავ ჩემი თბილისისაო თაო წმინდა მამა დავითისაო შენ დარაჯო ქალაქ თბილისისაო დიდო ზარო ჩვენი სიონისაო ნატრული ვარ შენ დიდებულ ხმისაო ჩვენო მტყვარო ძმაო რიონისაო ნაწამები საბანაოთ მოვედი ძმანო ჩემნო ჰაოს ქართლოს ისაო გატანჯურსა იცნობთ დიდი ხნისაო გაყიდული ორპირ მეგობრისაო ესე იგი, აი ასეთი სტუმარი იყო ჩვენი არაჩვეულებრივი პალიკო ნუზაძე, ძალიან გვიყვარს და ძალიან და კიდევ ერთხელ მადლობა. ჩემო ნიკოლოს, მესამე გადაცემაა, ხო გიო? აღარ დადგა ეხა მე და გიორგის დუეტს რო ელოდება ჩვენი მაყურებელი რო ვიმღეროთ? დღესაც რო არ ყოფილიყო მე დაკარგავდი. მაგრამ მადლობა რომ დღეს მაინც მოვაგვარეთ ეს ამბავი. გიო, მოდი რა უცბად გითხარი დაწვრილებით, მე მივდივარ ხოლმე აქედან ჩაწერაზე ამ საათზე მოვარდები აქო, არც ის ვიცი როგორ არის, რა არის, რა დავარქვით. მოდი რომ სახელს ჯერ იმღერეთ და მე სახელს მე მოგიფიქრეთ რა. სანამ საეთეროში გავა მოვიფიქროთ, მაგრამ თეოლურ მოტივებზე არის რა და ვითხარი ტექსტის ავტორი, კომპოზიტორი, ასე ვთქვათ, არანჟი. ნუ ეს ჩვენი დუეტი პირველია თეოლურ მოტივებზე, ხო? და მე მგონი ამ ჟანრში პირველად უნდა. ძალიან საინტერესო იქნება, ისეთი მუსიკა ყველასთვის ნაცნობია და ეს თეოლურ მოტივებში ძალიან გამოყენებადია ეს მუსიკა, რომელიც ჩვენ გამოვიყენეთ. ნუ ტექსტის ავტორი ჩვენი ვასკა გრიგალაშვილი. ვასასი, ბრავო. ვასასი, რომელსაც შეუძლია ვაკეთოს სასწაულები. ნუ რა თქმა აქვე უნდა. მინდა ვთქვა ბოდიში რომ წინ პირველი სიმღერა ჩვენი აჭარული მოტივებზე რომელიც იმის ტექსტის ავტორიც ვასკაა. ასე რომ დავწერთ მადლობის მე. მოკლედ ამის შემდეგ შეგვიძლია ხოლმე ავტორი აღარ ხო სხვა თუ იქნება მაშინ. აუ ბიჭებს მადლობა. ბიჭებთან ერთადაც პირველი ნამუშევარია ჩვენი. კი, ამ ანსამბლთან ერთად პირველი ნამუშევარია და მადლობა ზაზა გოჩიტაშვილის, რომელიც დღე და ღამეს ყველაზე გამხდარ კაცს მსოფლიოში. ჩემს ვერე კი. კარგი. მე ცალ სიურპრიზი არ გამომივიდა დაინახე მოცეკვავე, მაგრამ მე მგონი მოუხდებიან და მინდა რომ ფრიდონ სულაბერიძე უმცროს დიდი მადლობა გადაუხადოთ დღევანდელი ჩვენ გადაცემაში გაფორმებული ცეკვებისთვის ნახტაც უნიჭერესა და მე მგონია რომ ისტორიული გვარის მატარებელია და კარგი გამგრძელებელი ის მაწვილი და დიდი მადლობა ფრიდონს ამისთვის. გიო, მოდი ჩემთან ეხა რა არის ეს რა ქვია მოტივები თუ შურა და არ უხდება ეხლა ამას და მოდი აქედან ნერვები არ მოგიშალო. ასევე პირდაპირ ეთერში ცოტა ხანს შევინახოთ ეს. შენ გედაცვა. თას არ უხდება ნამდვილად. კარგით, მაშასე, წავედით.